კიდევ ერთი კონფლიქტი საყდრისის გადარჩენის კომიტეტსა და ოქროს მომპოვებელ კომპანიას შორის. საყდრისის გადარჩენის კომიტეტი კომპანია RMG-ს მნიშვნელოვანი არტეფაქტების განადგურებასა და დამალვაში ადანაშაულებს. კომპანიაში კი კომიტეტის ბრალდებებს ცილის წამებას უწოდებენ და იმ შემთხვევაში თუ კი კომიტეტი მტკიცებულებებს არ წარმოადგენს, კომპანია RMG მომჩივან მხარეს დისკრედიტაციაში დაადანაშაულებს. კომპანია მოუწოდებს კომიტეტის წევრებს წარმოადგინონ ფაქტები და ამ ეგრეთ წოდებული მნიშვნელოვანი არტეფაქტების აღმოჩენის შესახებ რაიმე სახის მტკიცებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიას სრული უფლება აქვს ჩათვალოს, რომ ეს ისახავს ყოველივე ეს ისახავს მიზნად კომპანიის საქმიანობის დისკრედიტაციას. ფართო მასშტაბიანი სამუშაოებიდან განხორციელებული იყო ასე ვთქვათ არქეოლოგების მტკიცე ზედამხედველობის ქვეშ. სად არიან იქ არქეოლოგები, რომელი ექსპედიციის წევრი ესწრება იქ ფართო მასშტაბიან სამუშაოებს და რატო უკვის RMG გოს ის რომ ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია და იძულებული გავხდით ჩვენ ეს ინფორმაცია გავგვეცელებინა. იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ გადავამოწმეთ რამდენიმე უწყებაში და პასუხი ვერ მივიღეთ.